სალამი მეგობრებო, დღეს მინდა რაღაც პატარა დაღალება მაქვს შესასრულებელი და პარემ გაგაცნობდით. მოკლედ ამჟამად პატარა სტაჟირებასავით პროგრამას გავდივარ ილიაონის უნილაბში და ასეთი დაღალება გვაქვს შემოსული, რომ უნდა გავაკეთო ერთი ბროშურისა და ერთი პოსტერის კოპები. კოპები არ ვიცი ქართულად როგორ არის, ტექსტი რა, რასაც კოპირაიტერები დღეს აკეთებენ. იმისთვის რომ ახლა ესენი გავაკეთო, უნდა გავეცნო თვითონ ამ კონკურსის დეტალებს. გავეცნოთ ერთად. ეს არის ვებსაიტი terms.iliaoni.gr და პირდაპირვე ჩანს ახლა ამ ეტაპზე ტერმინების კონკურსი და მიმდინარე სიტყვები, მაგრამ მე ამ ეტაპზე უნდა გავაკეთო ბროშურისა და პოსტერის ტექსტი, რომელიც იქნება ასე ვთქვათ უნივერსალური, ამ კონკურსაც გამოადგება და ყოველ შემდგომსაც, იმიტომ რომ იმდენი რესურსი არ არის, რომ ყოველ ჯერზე ახრიდან დაიბეჭდოთ. ამ სიტყვებს მე ახლა არ შევიტან ამ ბროშურაში. პირველ რიგში მოდი ნახავ პროექტის შესახებ ინფორმაციას, რომ მე თვითონაც ვიცოდე საერთოდ რა უნდა დავწერო. მონახაზი მაგალითად ბროშურის ვიცი, რომ ასე უნდა იყოს ერთი გვერდი. პირველზე იქნება შექმენი ქართული ტერმინი და მეორე გვერდს ამ ბროშურას რომ მოვატრიალებთ, იქ უნდა იყოს ტექსტი, რასაც ახლა მოვიფიქრე. ნახოთ პროექტის შესახებ რა წერია. ბევრი უცხოური ტერმინი გვაქვს, მაგალითად რითეილი, საცალო ვაჭრობის ნაცვლად, ურგენტული ოპერაცია, სასწრაფო და ასე შემდეგო. და მარჯვე ქართული ექვივალენტის მოძებნა და მისი ქართულსა და მეტყველებაში დამკვიდრებას ისახავს მიზნად ეს კონკურსი. გამიზნულია მაღალი კლასის მოსწავლეების, ისე სტუდენტებისთვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის და ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის. კარგი, ეს აღარ გვინდა. აქ შეიძლება ეს ამოვიღოთ მიზანი რა არის. კონკურსი შექმენი ქართული ტერმინის სხვადასხვა დარგში დამკვიდრებული ბევრი უცხო ტერმინის მარჯვე ქართულ ექვივალენტის მოძებნა. ეს მარჯვე ქართული ექვივალენტი ძალიან მოგწონს. მოდი ამას დავაკოპირებ ახლა ჩემ ფაილში. მოკლედ აქეთ მაქვს ახლა ფაილი, ესე დავაწეროთ ბროშურა. გვერდი 1 მექნება შექმენი ქართული ტერმინი და ამას ახლა მე ჩემი გუნდის უფროსი ნახავს მარკეტინგის და მე გადაეცემა დიზაინის გუნდს და ისინი უკვე ამას ლამაზობად აქცევენ. შექმენი ქართული ტერმინი, გვერდი 2. ეს მომეწონა. ეს მომეწონა. ესე არა. მოდი ამას ესე ვიღოთ ეს. თუ არ ესეთი ქართულებულია ელაი არა. არა. მარჯვნივ როგორ გავწია ხა ვერ პოვლობ იყოს ესე. ესე იყოს აროშას. და ამას გავაბოლდებ. კონკურსი გამიზნული ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის. ეხლა უბრალოდ ტექსტია მომაქვს და რო ვიცოდე რომ რაზე მინდა რომ ვახსენო. ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის.
შემდეგი რა გვაქვს ინიციატორი არის ესა ამას სადმე ბოლოში აბსოლუტურად სადმე შეიძლება დიზაინერებმა ჩაწერონ აი ნახეთ აქ არის ორგანიზატორები და პარტნიორები უნივერსიტეტი ეს არ ვიცი ვინა ეს უნივერსიტეტი იქნება ალბათ უნილაბი სადაც მე სტაჟირებას გავდივარ დღესაც ჯგუფი გასაგებია და ეს რა არის არ ვიცი ეს უნივერსიტეტი იყო ეს ლექსიკოგრაფია ესე იგი ილიაუნის ლექსიკოგრაფია ანუ აი ეს რაც არის ლექსიკოგრაფიის და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი გასაგებია შემდეგ მოკლედ ალბათ ამ ლოგოებს ჩაწერენ და გასაგები იქნება ეს ნაწილი ეხლა მონაწილეობის წესები მოდი ეგ პირდაპირ ესე იყოს ანუ ჯერ ეს ინფორმაცია რომ რა არის მიზანი ვისთვის არის და ახლა მონაწილეობის წესები ჯერ ახლა ნახეთ ედგან შევხვდით რომ ჯერ ეს კონკურსი როგორ ტარდება ხოლმე ჩართვანების შემსრულებელს შეუძლია კონკურსის ვებსაიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულია 6 ტერმინი მოდესე დავწერთ კონკურსი ტარდება წელიწადში 2-ჯერ ამაზე მითხრეს რომ ჩვენ გეტყვით რომელ პერიოდებშიო ახლა მაგალითად მიმდინარეობს უკვე ეს რომელ თვეებში ტარდება ყოველ წელს ეს დეტალი მე ამ ეტაპზე არ ვიცი ამიტომ მე ჩამწერენ ესე ვქნათ წელიწადში 2-ჯერ და როგორ ვთქვა რომ ყოველ ჯერზე არის 6 სიტყვა 6 ტერმინი თითოეულ კონკურსზე გამოტანილია 6 ტერმინი სადაც ეს ჩემი დასატანი არ არის ალბათ რომ შესაბამისად ერთმანეთს რას ნიშნავს რაში ნაარსი აქვს და ასე შემდეგ იმიტომ რომ როგორც ვიცი აქ სადღაც საიტზე უნდა იყოს ასე ვთქვათ ტუტორიალიც კი გაკვეთილი იმისა თუ როგორ შეიძლება გარდა იმისა რომ ეს აპლიკაციო ფორმაში აქვს და ასე თვითონ ტერმინი როგორ უნდა მოიფიქრო ცოტა მიშენ აი მცირე დასაბუთებაც უნდა დაწერო რატო არის ეს შემოთავაზებული ტერმინი მართებული ამაზე სხვათა შორის ეხლა ყველაზე ხშირად რასაც თვითონ ამ სტაჟირებისთვის ვიყენებთ ტერმინს ეს არის თემსაკვეთი და ამაზე იყო ნათქვამი რომ აი ვინც ეს იყო მე-12 კლასელის შემოთავაზებული ტერმინი და ინგლისურად ეს არის ჰეშტეგი მე პირადად ვერ მივხვდებოდი ამას ვერასდროს და ესე ითქვა რომ ძალიან კარგად გქონაო ამ გოგოსო დასაბუთებული რატო არის თემსაკვეთი ჰეშტეგიო თემსაკვეთი ანუ თემების გადაკვეთის ადგილი და ეს ჰეშტეგში რომ მოიყრეს ყველა ეს ინფორმაცია მე პირადად არ მომწონს ეგ ტერმინი იმიტომ რომ ასოციაციამ მაქვს არა თემების გადაკვეთის ადგილად არამედ თემიდან მოკვეთასთან ამიტომ მე არ ვიცი არ მომწონს ხო და მოკლედ გარდა იმისა რომ ტერმინს მოვფიქროთ ასოციაცია და ანალოგია ასე ვთქვათ ქართულში უნდა ასე დასაბუთებული იყოს რატო ამიტომ ახლა ეგ ვახსენოთ თუ არა აქ სადმე გამოტანილია 6 ტერმინი რომელსაც ეს რაც მარჯვე ქართული ეკვივალენტი და ქართული
ეკვივალენტი არ ვიცი, მქონია ეს დასაბუთება რომ უნდა ეკარგო. ხო, ანუ ეს პროცესი, კონკურსის ადმინისტრაცია განიხილავს ტერმინს, თუ მოეწონებათ, ანუ ტერმინის კონკურსის ვებსაიტზე დაიდება და ეს იქნება კონკურსის პირველი ეტაპი. მოდი ესე დავწეროთ. მონაწილეობის წესები. მოდი ეტაპი, მოდი პირველი ეტაპი. ანუ რეგისტრაცია, ავტორიზაცია. უცხო ტერმინისთვის ქართული შესატყვისის შემოთავაზება ზება და ანუ ამ ტერმინის დასაბუთება რა ითქვა არჩევანის დასაბუთება ტერმინი კონკურსის ვებსაიტზე გააქტიურებულ ინფორმაციას და ასე იგი ტერმინის ვებსაიტზე გააქტიურება. ტერმინს განიხილავს ადმინისტრაცია და ტერმინი გააქტიურდება ვებსაიტზე. ჩვენი პირველი ეტაპი ხა მეორე ეტაპი. მოდი ესე ვქოთ. ტერმინი გააქტიურდება ვებსაიტზე. მეორე ეტაპი. გავაგრძელოთ კითხვა. ვიდეო ლექცია, რომელიც მონაწილეებს ეხმარება საკონკურსო დავალების შესრულებაში. ანუ რეგისტრაციის შემდეგ არის ეს ჟიური შეარჩევს საკონკურსო ჟიური შეარჩევს გამოტანილი ტერმინების საუკეთესო შესატყვისზე გამოვლენს გამარჯვებულს. ჟიური გამოტანილი ტერმინებიდან ეს ეტაპი არ არის, ანუ ეტაპი არის კონკურსისთვის და არა მონაწილისთვის, ამიტომ ეგ მოვიფიქროთ. ეს არის შუა თვითონ ადამიანს რა აქვს, აირმა დარეგისტრირდე, უნდა დაწერო შესატყვისი და დაასაბუთო. მოვიფიქრებ, ამ ეს რაღაცა ეტაპები სათაურებად არ გამოდგება მგონი. ჟიური გამოტანილი ტერმინიდან ჯობს გამარჯვებულებს. თუმცა 6 ტერმინია. და შესაბამისად შეიძლება ბევრი გამარჯვებული იყოს. სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან აპრილში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით. მეორე ეტაპის გამარჯვებულებს სექტემბერს ენათა ევროპულ დღეს, ხოლო მესამე ეტაპის გამარჯვებულებს იანვარში შოვრესთან დაკავშირებით.
მოიცა, ანუ როგორ მესამე ეტაპის გამარჯვებული რასმის. მესამე ეტაპის თუ მესამე ნაკადის. ეს დასაწყისი. გამარჯვებული ეს პირდაპირ წავიღოთ. გამარჯვებული ქართული ტერმინები შევა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ ინგლისურ ქართულ ლექსიკონებში. გამარჯვებული ქართული ტერმინი ასევე გამოგონილ საიტზე განთავსებული ტერმინების ბაზაში. ტერმინების ბაზა აი აქ მოხდა წამთვალში და ტერმინთან ერთად გამოხმაურდება ქართული ტერმინის ავტორის გვარიც. და აქ არის ვიდეო ინსტრუქცია როგორ შევქმნათ ტერმინი და ვებსაიტის გამოყენების შესახებ. და გამოქვეყნება ავტორის გვარიც. ეს ბოლოში დავწეროთ ესე. გამოქვეყნება ტერმინის გვარი, ავტორის გვარიც. ეს დავწეროთ რომ იქნება გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით. ესე იყოს. მოკლედ ეს ეტაპები არ მოწონს. ზეგი ბროშურა შუაში დავწეროთ ესე გვერდი მოხერხეთ. არ მომდის არ მომდის ეს ფრაზა. აი ეს იყოს. ეს დავშავთ და ეს გავაწითლოთ და ეს გავაწითლოთ ეს. კაი, ვახედავთ. ეტაპები ამას არ აქვს, ეს ნაბიჯებია და როგორ დავწერო მონაწილის ამის შემდეგ ტერმინის განხილვა და ამ შემდეგ ტერმინი გაგრძელდება ვებსაიტზე. ეს აღარ გვინდა. აი აღას დავაწერა რამე. მე მგონია რომ ეს ბულეთებად რო გავაკეთო. რეგისტრაცია, ავტორიზაცია. ქართული მოთავაზება დასაბუთება ესე იყოს და ახლა მას რა დავერქოთ ეს არის ნაბიჯები რომელიც უნდა გადადგა. ძალიან კარგი ის არის რომ მე უბრალოდ ახლა თან აქამდე მე უფრო კონტენტ კრეატორის როლს ვირგებდი გუნდში და
ეხლა უბრალოდ ესე დაგჭირდა რომ copywriting-ით შემეთავსებინა და ასე ვთქვათ პირველად ვაკეთებ ამას გუნდში და ვიცი პირველ რიგში არ გამეკრიტიკებენ და მეორე ის რომ ვიცი დამეხმარებიან გასწორებაში ასე მგონია რომ ეს უკვე საკმარისია ბროშურისთვის და მეორე მაქვს კიდე პოსტერი გასაკეთებელი პოსტერი მგონი იქნება დიდი ზომის დაბეჭდილი თუ ხო ეს ბროშურა პატარა და ეს იქნება ჩვეულებრივი დავტყოთ პოსტერი მგონი იგივე რომ იყოს აი რაოდენს შექმნი ქართული ტერმინი ხა ვერ ხვდები სხვა რა უნდა მოვიკონო სავარაუდოდ ეტყვი რომ იგივე იყოს თქო ეს რაღაცნაირად ვერ გასწორდებით თქო შუაში მივხვდი თების ბრალია ხა გავასწორდი ჩემი აზრით იგივე რომ იყოს პოსტერშიც ძალიან ნორმალური იქნება. ჩემი აზრით. ოჩ. ეს ხო რამე იყოს ცოტა დიდ ასოებზე იქნება დაგჭდი. ამას ვერ გამოვტოვებთ, იმიტომ რომ მიზანი რა არის, უნდა ყველა მიცოდეს. ნებისმიერ სულას შეუძლია. მოდი ესე გავაკეთებთ. და ერთ-ერთი ეს შეიძლება ამოვაგდოთ. მოდი ეს დავწერე. აი, რა ვიცი რატომ. ნახოთ რა მოხდა ეს პირველადი მონახაზი ჩემი ძალიან ნორმალურია. მოკლედ სულ იგი ყო ხამას ეს დიაში უკვე დრაივზე ხატერთული და ნახავე სულ ეს იყო რაღაც ანუ ერთი კვირა ეს დავალება მაქვს მოცემული და რისთვის წეროდი არ ვიცი 20 წუთი 25 წუთი მეყვა ვაუ პროკრასტინაციის დედა